2020 წლის მაისში ასტრონომები პირველად დააკვირდნენ ვარსკვლავისმიერ პლანეტის შთანთქმის პროცესს. იმ პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ პლანეტა მას შემდეგ განადგურდა, რაც ვარსკვლავი ევოლუციის მიწურულ ფაზაში შევიდა, ანუ წითელ გიგანტად იქცა და გაფართოვდა. ამის მიუხედავად, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ახალი დაკვირვებები აჩვენებს, რომ პლანეტის აღსასრული სულ სხვაგვარად მოხდა. კვლევრების თქმით, ვარსკვლავის გაფართოების ნაცვლად, როგორც ჩანს, თავად პლანეტა მიუახლოვდა მას, რაც კატასტროფით დასრულდა და ორბიტის ნელ-ნელა დაშლის შემდეგ პლანეტა ვარსკვლავში ჩავარდა. ეს ვარსკვლავი ირმის ნახტომის გალაქტიკაში მდებარეობს. დედამიწიდან დაახლოებით 12,000 სინათლის წლის მანძილზე, არწივის თანავარსკვლავედის მიმართულებით. იგი ოდნავ უფრო წითელი და ნაკლებად კაშკაშაა, ვიდრე ჩვენი მზე. ხოლო მასით მისი დაახლოებით 70%-ია. დაზუსტებით არავინ იცის, რა დაემართა პლანეტას. მაგრამ მიიჩნევა, რომ ის ეკუთვნოდა გაზის გიგანტების ეგრეთ წოდებული ცხელი იუპიტერების კლასს. ჩვენ გვჯერა, რომ ის უნდა ყოფილიყო გიგანტური პლანეტა, მინიმუმ იუპიტერზე რამდენჯერმე მეტი, რადგან სწორედ ამდენად დიდი მასაა საჭირო ვარსკვლავზე ასეთი ძლიერი გავლენის მოსახდენად. ამბობს კვლევის თანაავტორი მორგან მაკლეუდი, ჰარვარდ-სმითსონის ასტროფიზიკის ცენტრის პოსტდოქტორანტი. მეცნიერები ფიქრობენ, რომ პლანეტის ორბიტა გრავიტაციული ურთიერთქმედების გამო ნელ-ნელა ირღვეოდა და სწორედ ამ პროცესის შემდეგ პლანეტამ ვარსკვლავის ატმოსფეროში შესვლა დაიწყო. ამ მომენტში წინააღმდეგობა გაიზარდა და ვარნის სიჩქარე მოიმატა. ჩვენი მზის სისტემის არც ერთი პლანეტა არაა მზესთან იმდენად ახლოს, რომ მათი ორბიტა დაიშალოს. მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მზემ მომავალში რამდენიმე მათგანი შთანთქას, მათ შორის დედამიწაც. ნაშრომი აჩვენებს, რომ პლანეტები შეიძლება ნელ-ნელა მიუახლოვდეს თავიანთ ვარსკვლავებს და ამით დასრულდეს მათი სიცოცხლე. საბედნიეროდ, ჩვენი მზის სისტემა შედარებით სტაბილურია, ასე რომ ჩვენთვის ერთადერთი საფიქრარი მხოლოდ მზის წითელ გიგანტად გადაქცევაა, ამბობს ასტრონომი ბრაიან ლაუ, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდის ნოირლაბის წარმომადგენელი და კვლევის წამყვანი ავტორი. დაახლოებით 5 მილიარდ წელში ჩვენი მზე დაიწყებს გაფართოებას, ანუ წითელი გიგანტის ფაზაში შესვლას და შთანთქავს მერკურის, ვენერას და შესაძლოა დედამიწასაც. ამ ფაზის შემდეგ ვარსკვლავი თავის გარეშ შრეებს დაკარგავს და დარჩება მხოლოდ ბირთვი, ეგრეთ წოდებული თეთრი ჯუჯა. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.